მოგესალმებით, დღეს ვილაპარაკებთ თუ როგორ უნდა უშველოთ ტრეიდინგში ყოყმანს, ანუ ტრეიდის გახსნაში როცა გაქვს. ჩვენ ტრეიდერები ბევრჯერ ყოყმანობთ ტრეიდის გახსნის დროს, იმიტომ რომ დაწუნებულები არ ვართ ჩვენს ეტაპში და ჩვენს თავებში. ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ სიტყვაზე ფასი მიდის, ზემოთ მხარეს. რაღაც დიაგრამაზე. სიტყვაზე ეს არის გავხაზოთ ესე, რაღაცა 2031. აქცია და 20 სიტყვაზე, ნასტაკი. როცა ფასი მიდის რაღაც დიაგრამაზე, რაღაც დიაპაზონში, ამ მომენტში ჩვენ ვიცით, რომ არ უნდა გავხსნათ ლონგი, არ უნდა გავხსნათ შორტი. მაგრამ ბევრი ტრეიდერი ყოყმანობს იმის გამო, რომ დარწმუნებული არ არის რა იქნება შედეგი. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ამისა ის, რომ თანხის წაგების გვეშინია. აქ ეხა მოწავიდეს ლონგი, ამ მოწავიდეს შორტი, ხო? არ უნდა გავლოგოთ ან დავშორტოთ. ამ მომენტში უნდა კონდეს რისკ მენეჯმენტი დალაგებული. თუ რისკ მენეჯმენტი დალაგებული არ გაქვს და არ იცი რამდენს რისკავ ტრეიდში და სიტყვაზე რამდენი წაგება გინდა იმ ტრეიდში, ეხა პროფესიონალი ტრეიდერები თორსა ტრეიდს ხსნიან, სანამ გახსნიან პროფესორად. უკვე იციან რამდენის წაგება უნდათ და რამდენის მოგება უნდათ ტრეიდში რომ შეხვალა იძახი რომ სიტყვაზე აი ფასი მინდა რომ აქ თუ ამოვაქიდან გამოვალ და აქ თუ ჩამოვაქიდან გამოვალ, ხო? ეგრე არა. ტრეიდში რომ შედიხარ, უნდა იცოდე შენი ტარგეტი, უნდა იცოდე შენი სტოპ-ლოსი. თავიდანვე. სხვანაირად არ გამოდის. ცოტა ისო. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი რისკ მენეჯმენტი არის $100. ანუ თვითონ ტრეიდში შესვლისას ხსნით და რისკავთ $100. ერთ ტრეიდში. ახლა უყურე, მე რას ვაკეთებ და როგორ რამასწავლოთ ჩემო მენტორმა ესე ვთქვათ. პირველ რიგში უნდა გავიგოთ რამდენი გვაქვს სტოპ-ლოსი. სტოპ-ლოსი გამოდის $100, ხო? ჩვენ გვეშინია ამ თანხის წაგება, ამ მომენტში. ამიტომ ეხლა ვსწავლდი მე, როცა უკვე ყოყმანში გადადის უკვე ტრეიდი და დარწმუნებული არ ვარ ეს ეტაპი იმუშავებს თუ არ იმუშავებს და ეს ერთ-ერთი სიმპტომია იმისა, რომ დარწმუნებული არ ხარ შენს ეტაპებში და ეს გატესტილი არ არის 5 წელზე, 10 წელზე და 20 წელზე. ანუ ახალი მოდელია, ან შენთან შეიმუშავე და დარწმუნებული არ ხარ იმუშავებს თუ არა. შედეგი არ იცი რა აქვს. ამიტომ მოდელი თუ გატესტილია დიდ პერსპექტივაზე და დიდ დროზე, როგორც 5-10 წელი, დარწმუნებული ხარ და იცი რას ველოდები მარკეტისგან. ამიტომ ეხლა უყურეთ, თუ რისკავთ $100 სტოპ-ლოსი იქნება $100 სიტყვაზე. ეხა ამას მე პირადად გავყოფდი და გავრისკავდი მესამეც. რაც გამოვიდოდა დაახლოებით $33. დაახლოებით. ანუ გავრისკავ $33 და შემეძლება აქედან გავხსნა 4 ტრეიდი და შემიძლია წავაგო $4 ტრეიდი. 4 წამგებიან ტრეიდი. თქვათ რომ სიტყვაზე ვრისკავთ $33 და ჩვენი რისკ რევარდი არის 1.4-ზე, 1.3-ზე. ხა უყურეთ, ერთ მომგებიან ტრეიდში ვაწავაგებთ 4 წამგებიან ტრეიდი როცა გვექნება, გავალთ $100-იან წაგებაში, ხო? მაგრამ თუ გამოვიყენებთ რისკ თუ რევარდი თუ გვაქვს 1.4-ზე ან 1.5-ზე, ამ მომენტში ერთ მომგებიან ტრეიდში ამოვიღებთ ამ წაგებას და გავალთ პროფიტში. ანუ ერთ მომგებიან ტრეიდი თუ გავრისკავთ $33, სიტყვას ლევერეიჯს გააჩნია, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ იყო 1.50 ან 1.100 ლევერეიჯი, ერთ მომგებიან ტრეიდში გავაკეთებთ $160 დაახლოებით, ხო? რატო ვაკეთებთ ხა ამას? ჩვენი მთავარი მიზანი ამ მომენტისთვის, როცა უკვე აკაუნტის რისკი დავწიეთ დაბლა, სიტყვაზე $33-ზე, ხო? $33-ზე დავწიეთ. ჩვენი მთავარი მიზანი ამ მომენტში იქნება, რომ თავდაჯერებულობა ავიმაღლოთ, გავტესტოთ ის ტრეიდინგის ზონა, სიტყვაზე ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა, ჩვენი სტრატეგია, გავაუმჯობესოთ და უფრო თავდაჯერებულები გავხდეთ. გავიგებთ ხა ამ მომენტში ნაკლები თანხის გარისკვით გავიგებთ ჩვენ ეს თქოს რაღაც კონკრეტული მოდელი მუშაობს, არ მუშაობს თუ როგორ არის. და ამ მომენტში თავდაჯერებულები გავხდებით და უფრო განვითარდებით. თან უკვე account size დავწიეთ, უფრო თავდაჯერებულად ვიტყოდ ესე რომ უფრო მიმართება ტრეიდის გახსნა და ძაბალი რისკი ხა. სადრო წავაგებ $100, სადრო წავაგებ $33, ხო სიტყვაზე. ბევრი წაგება გექნება მარკეტზე. ხა 4 ტრეიდი ჩამოთვალეთ და 4 ტრეიდი წავაგებ და წაგებები არის გეგმის ნაწილი. რამდენიც გეგმის ნაწილია ეს წაგებები, ხო? ოკეი, არა, ყველა აგებს, ყველა ტრეიდერი წააგებს და უბრალოდ უნდა გააკონტროლო ეს რისკი. თუ რისკ მენეჯმენტი არ გაქვს და ახალი ხარ ტრეიდინგში და არ იცი და როგორ უნდა ივაჭრო ფანდედ აკაუნტებზე, ლაივ აკაუნტებზე, ხო? ფანდედ აკაუნტების რისკ მენეჯმენტის ვიდეო მიდევს ნორმალური რისკ მენეჯმენტი, რომელსაც მე ვიყენებ პირადად, რომელიც მუშაობს. მაგრამ ასევე ვაპირებ ხა ვიდეო ჩავწერო მაგაზე ლაივ აკაუნტის რისკ მენეჯმენტზე, გააჩნიეთ თანხას, რამდენიმე გარისკოს სიტყვაზე რა. მაგრამ საშუალოდ 1% აკაუნტის ან 0.5% ნორმალურია თავიდან. მე შეიძლება გაზარდოს პრო დარწმუნების შენ თავში და შენ ეტაპებში და წაგებებზეც ეხა ორი სიტყვა მინდა თქვა. წაგებას თავარია რომ წააგებ, ხო? რას ისწავლი იმ წაგებიდან? ეგ არის ყველაზე მთავარი. ყველა წააგებს და მეც ვაგებთ და ყველა ტრეიდერი აგებს, მაგრამ
წარმატებულ ტრეიდერსა და წარუმატებელ ტრეიდერს შორის ის განსხვავებაა, რომ წარმატებულ ტრეიდერი იგებს ამ შეცდომებს, პოულობს იმ შეცდომებს და არ ვითარებს, თავის თავს არ ვითარებს. ანუ ყველა ჩემი პრობლემა იყო სიხარბე, ან რაღაც სიტყვაზე თქვა სიხარბე, ხო? იდეაში ამ სიხარბეს სიტყვაზე რაღაც წერტილია იქ დავხაზოთ. მე ხა ბევრი პრობლემა მქონე შეიძლება, ხო, აქ იყოს რაღაცეები, მაგრამ თავარი პრობლემა ამ მომენტში თქვაზე მაქვს სიხარბე, ხო? მე სანამ ამ პრობლემას არ აღმოვაჩენ და იდეაში არ წავშლი ჩემი ტრეიდინგ სისტემიდან, ფსიქოლოგიიდან ესე ვთქვათ, რომ გამოვასწორო, ხო? მანამდე არაფერი შეიცვლება. მანამდე გაგრძელდება ეს აგებები, სანამ უკეთესი არ გავხდები და არ დავამარცხებ ამ სიხარბის ემოციას. რაც აუცილებელია და ამისთვის არის საჭირო ჟურნალინგი, ანუ შეინახო შენ ტრეიდები, ტრეიდი გახსენი სიტყვაზე აი ამ ადგილზე, ხო? მოიგე ეს ტრეიდი, აქედან გამოხვედი, აქედან შეხვედი, მნიშვნელობა არ აქვს მივხვდი პოინტს, ხო? ტრეიდს რომ მოიგებ, არის საიტები, Notion-ი მაგალითად, ნუ შეგიძლია შენს კომპიუტერში ჩაწერო ეს ისინი სკრინები ჩაყარო და ატორი საჭირო ხა ეს. ეს გეხმარება შენი თავის განვითარებაში. წარმოვიდგინეთ, რომ გახსენე 1000 ტრეიდი, ხო? 1000 ტრეიდიდან ნუ იყო 700 მომგებიანი, 400, 300 წამგებიანი, ხო? ეხლა ჩემი მთავარი მიზანი წლის ბოლოს იქნება ის, რომ გავიგო რა იყო მთავარი პრობლემა. რაში დავმარცხდი, ხო? ტრეიდი გახსენი ამ ადგილზე სიტყვაზე, ხო? ნუ აქედან გალონგე, ნუ აქედან დაამატე კონტრაქტები, აქედან გამოხვედი, ხო? ხა უკვე არსებობს ჟურნალები. Notion-ი, ნუ თუ ბროკერზე ხართ, შენი ბროკერიც აუცილებლად ექნება მაგ ბროკერსაც, ნუ ჟურნალინგის სისტემა, მაგ მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს ტრეიდები ყველაფერმა შეინახო. იყო წამგებიან ტრეიდი, იყო მომგებიან ტრეიდი, იმ დღეს ტრეიდი არ გახსენი, უნდა შეინახო ყველაფერი იმის გამო, რომ უნდა იცოდე რა პრობლემა ქონა. ეხლა მე დღეს ტრეიდი მოვიგე, ხო? როგორ მოვიგე ეს ტრეიდი? რა გავაკეთე სწორად? რა შემელო გამეკეთებინა არასწორად და როგორ შემელო თანხა წამეგო? ტრეიდი წააგე, ხო? რა გააკეთე არასწორად. სიტყვაზე იყო ფსიქოლოგიური მხარე, იყო ტექნიკური მხარე თუ რა პრობლემა იყო ამ მარკეტზე. ტრეიდს რო აგებ, ესე იგი შეცდომა დაუშვი, რაღაც არ გაითვალისწინე, რაღაცამ გაჯობა, რაღაცა მოგერია მარკეტზე, ხო? და მე რო სიტყვაზე დავწერე ხა 1000 ტრეიდის ინფორმაციას, წლის ბოლოს გავიგებ სიტყვაზე რომ 700 იყო რაღაცა მომგებიანი და 300 იყო წამგებიანი, ხო? ეხლა უკვე ჩემი მთავარი მიზანი არის ის წლის ბოლოს რომ გავიგო ეს 300 ტრეიდი რატომ წავაგე. აქ რო გადავხედეთ ამ ჟურნალს და გავიგებ რომ სიტყვაზე 200 ტრეიდი იმის გამო წავაგე რომ ვიყავი ხარბი, ესე იგი სიხარბია პრობლემა, ხო? სიხარბე უნდა გამოვასწოროთ. შემდეგ 100 ტრეიდი სიტყვაზე იყო იმის გამო რომ არ ხაზობს კარგად. 100 ტრეიდი იყო იმის გამო სიტყვაზე რომ ტრეიდის გახსნა მეშინოდა, ანუ უბრალოდ ტრეიდის დაჰოლდვა მეშინოდა, რაც მე გადავალ თქმა უნდა, მაგაზე მე ვილაპარაკებ ტრეიდის დაჰოლდვაზე, იმიტომ რომ მე პრობლემა ვიცნობ ტიპებს, ვიც აი მაგარი ანალიზია აქვს, ზარმაგრა ვაჭრობენ, კაი პროფიტული ტრეიდერები არიან, მაგრამ უფრო მეტი შეუძლიათ. ტრეიდს არ ჰოლდავენ და ნუ მალე გამოდეთ ტრეიდით. ამიტომ ჩემთვის ეხა ამ მომენტისთვის, აი თქვენთვის ასევე თავარი მიზანი იქნება, რომ ეს სიხარბე გამოვასწოროთ, ან ნებისმიერი პრობლემა, რაც წარმოიშვა მარკეტზე ვაჭრობისას. იქნება თქვენი მთავარი პრობლემა. შემდეგი ნაბიჯი. გაზარდე რისკი. როცა უკვე დაარწმუნდები და გატესტავ სიტყვაზე შენ თავს, სიტყვაზე ვაჭრობ ეხა 50 $23 დავწეროთ აი. $23, ხო? სიტყვაზე ეხა ეს ხაზოთ ასე. აქედან თავიდან რომ ჩამოხვალ ამ რისკზე, გატესტავ უფრო კარგად მარკეტს, გატესტავ სიტუაციას და კომფორტული გახდები უკვე, კომფორტულად იქნები მარკეტზე. დაარწმუნდები შენ სეტაპების და შენ თავში რაღაც გარკვეულ დონეზე და ის ასპექტი გაქრება, რომ სიტყვაზე რაღაცა აღარ იყვყმანებ და ძალიან უყვყმანობ და ძალიან თავდაჯერებული რო არ ხარ მარკეტზე და თავდაჯერებული გამქარი რო მარკეტზე ესე ვთქვათ რა. შემდეგ რისკი გაიზრდება უკვე $66-ზე, ხა არ ვიცი გამოჩნდება თუ არა, მაგრამ როგორც არ ვიცი. აქაც ნუ თავდაჯერებული გახდები უკვე, ცოტა ხანი ივაჭრებ ამ რისკით, სიტყვაზე ამ stop loss-ით, ამ რისკ მენეჯმენტით და შემდეგ უკვე გატესტავ კიდე უფრო სხვა level-ს და უფრო დარწმუნდები შენ სეტაპებში შენ თავში, უკვე რისკს გაზდი და აიყვან უფრო რაღაცა $100-ზე როგორც იყო, მე ესე ვთქვათ რა. ასე? არ გამოდის ესე, მაგრამ საბოლოო ნაბიჯი იქნება ის, რომ დაუბრუნდე იმ რისკ მენეჯმენტს და იმ რისკ, საიდანაც დაიწყიდეში ვაჭრობა. ანუ ეს ფლიანი ეს გრაფიკა ეს დავხაზეთ ყველაფერი, ეს საუბარი იყო იმაზე, რომ ცოტა ხანი უნდა დავწიოთ ჩვენი რისკ მენეჯმენტი, დაბლა ჩამოვწიოთ, გავტესტოთ მარკეტი, გავტესტოთ ჩვენი თავი, გავტესტოთ სიტუაცია და ის ასპექტი გავაკროთ, რომ თავდაჯერებული არ ხარ შენ თავში. თავარი ეგ არის. და უკვე რომ დარწმუნდები რაღაცეებში, რაღაც ასპექტში, შეიძლება უკვე რისკი გაზარდო და ზემოთ წამოიყვარო. იმიტომ რომ ეს ფლიანი სისტემა, ეს მიდგომა არის იმისთვის, რომ თავდაჯერებული გახდე და დააბრუნო შენი რისკ მენეჯმენტი, სადაც ადრე იყო. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის.
იმედია დაგეხმარებათ ეს ვიდეო. მე დამეხმარა ეს პირადად და ჩემ ბევრ სტუდენტსაც, ასევე შეგიძლიათ Discord-ში შემოხვიდეთ, ნახოთ შედეგები, პროფიტები, ну წარმატების ტესტიმონიალები, როგორც თქვი, არ ვიცი. მაგრამ ელოდებით სულ Discord-ზე მეტი სასწავლო ვიდეოებისთვის.